მაგა მოგესალმებით, წარმოუდგენელი ვითარება, ეს არის ძარცვა და ძალადობა, სახელმწიფო ბიუჯეტის და ქართველი ხალხის ძარცვა. ყოველდღიურად მიმდინარეობს, თბილისში რა მდგომარეობა, ყველა უკვე ნათლად ხედავს, 1.5 მილიონი მოქალაქე, საკუთარი თვალით ნახა, როგორ ჩამოდის წყალი ახალ რეაბილიტირებულ და გარემონტებულ მეტროში, როგორ დაიტბორა ყველა რეაბილიტირებული, ახლა რომ მილიონები ჩააქციეს და ჩაასხეს, ისეთი ქუჩები დედაქალაქშია, ეხლა ზუგდიდიდან მოვდიოდით, სოფელ კახეთში ვიმყოფებით ამჟამად და ზუგდიდის ერთ-ერთი ცენტრალური მთავარი ხიდი, რომელზეც მილიონები ჩაყარეს და ჩაასხეს, რეალურად გადაუადეს დასრულების ვადა და ჯერ კიდევ არ არსებობს ეს ხიდი, ამ დროს არის კოლაფსი, როგორც აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე, რუხისკენ მიმავალ გზაზე, სოხუმის ქუჩა, ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფო და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ხიდი და პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ინფორმაცია, რომ სამხაროვლის დასკვნას ელოდებიან, რომ საერთოდ არ ჩაითვალოს რენტაბელურად ეს ხიდი და არ ჩაიბარონ. ანუ სხვა ტექნიკური პრობლემებიც არის. კორუფციული, ძალადობრივი და ქურდობაზე და ყაჩაღობაზე გადასული ხელისუფლებაა. აი ეს უნდა მეკითხა, ვისზე მოდის პასუხისმგებლობა ასეთ დროს, რომ ხელისუფლებაზე, ადგილობრივზე, კომპანიაზე, რომელიც აშენებს, თუ ხელისუფალზე, რომელიც წესით მაკონტროლებელი უნდა იყოს? მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოდის პირველ რიგში აი ერთ ადამიანზე, ივანიშვილზე. ვინ რაც არ უნდა ეს რაღაცა პოლიტიკურ დარტყმად ან შეტევად მიიღოს, არა, მხოლოდ ივანიშვილია პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა არის ასეთი, ყაჩაღობაზე და კორუფციაზე დაყრდნობილი. პრემიერ-მინისტრი ყაჩაღი და კორუფციონერი დანიშნა, სუსის უფროსი კორუფციონერი დანიშნა, ჯანდაცვაში, ჯარში, თავდაცვაში, განათლებაში, ბაღებში, თბილისის მერად, კორუფციონერები შეარჩიათ. აბა ვინ არის პასუხისმგებელი? თუ არა პერსონალურად ივანიშვილი და ეს პასუხიც ამ ყველაფერზე, რასაც ის აკეთებს, რომ ძარცვა არის მიღებული პრაქტიკა, არის მხოლოდ და მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა და ადგილობრივი ჩინოვნიკები მხოლოდ შემსრულებლები არიან. თქვენის ნებართვით, ეხლა ძალიან ისეთ შეხვედრაზე ვიმყოფები, სოფელ კახეთში, სადაც ხვდები სოციალურად დაუცველებს, რომლებიც იმდენად გაბრაზებულები არიან, მაგრამ ხო ამბობენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომ სოციალურად დაუცველები ვერ გამოდიან გარეთ. ვერ ხვდებიან ოპოზიციონერებს. ისეთი ბრაზია. ყველაზე მოწყვლადი არიან საარჩევნო დო, ხო, ასეთია ხოლმე შეფასებები. თუმცა იმდენად დიდია მაკა ბრაზი და იმედგაცრუება. ახლა ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა სიკვდილ სიცოცხლის საკითხი უდგათ, გადარჩენისთვის იბრძვიან ავარიულ სახლებში, სადაც მართლა შიგნით საძინებელში ისე წვიმს, როგორც ქუჩაში. წარმოუდგენელი ვითარება, პატარა ბავშვები, შშბ ბავშვები, განსაკუთრებული საჭიროების ხანდაზმულები, პენსიონერები, აი მხოლოდ 3 ადამიანს უახლოეს 2 თვის განმავლობაში გარდაეცვალა ოჯახის წევრი. ახლა ვისაც ხვდები, სხვა ჯანდაცვის პრობლემების გამო შიათ ბავშვებს, აი მშობელი, რომელსაც ახლა ხვდები, მეუბნება რომ 2 შვილი ყავს და ბავშვებს შიათ. ყოველდღიურად ყავს მშიერი ბავშვები. არანაირი სოციალური დახმარება არაფერს არ ეყოფა იმ პირობებში, როცა უბრალოდ არც სამუშაო ადგილი და კომუნალურები გაძვირებული, არაფერი არ არსებობს, სახლი გენგრევა თავზე. რას თავაზობთ, ირაკლი, ამ ადამიანებს, რომლებიც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხო, ქვეყანაში რომ სიდუხჭირია, ამას მხოლოდ ქართული ოცნება არ აღიარებს, თორე, რა ვიცი, ყველგან ეს ჩანს, მათ შორის საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებშიც. ახლა მთავარი კითხვა, რას თავაზობთ თქვენ ამ ხალხს, როდესაც მათთან მიდიხართ, მათ პრობლემებს ისმენთ, იმ სანაცვლოდ იმისა, რომ თქვათ, აღარ იცხოვრებენ ასეთ სიდუხჭირეში? მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში ვარ, პერსონალურად მე და ჩემი მეგობრები, ჩვენი გუნდი, რასაც ვახერხებთ, პერსონალურად ვცდილობთ დავეხმაროთ და ამას ვაკეთებთ, თუმცა ამაზე არ ვლაპარაკობ. პოლიტიკურ პარტიაში ალტერნატივა, ამას უგულისხმობ. დიახ. არა, მეორე ნაწილსაც უპასუხებ, მე ძალიან მიჭირს ხოლმე ესე რაღაც მარტო პოლიტიკური შეფასები და სიტყვით ჩავიარო ხოლმე, როცა იმ დროს მხისიერად ადამიანებს უჭირთ, ამიტომ რაღაც პერსონალური ქველმოქმედების შესაძლებლობის ფარგლებში ყველა ჩვენსაც ვაკეთებთ, თუმცა ამაზე საჯაროდ არ ვლაპარაკობთ, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს სამიმართულებით. ვერანაირი იმედი ვერ იარსებებს ივანიშვილის პირობებში, რომ ერთხელ მძარცველი და ერთხელ ყაჩაღი ადამიანი, რომელიც არ ეხმარება მოქალაქეს, არ აძლევს სახლს, გადახურვას, არ აძლევს უბრალოდ არსებობის შესაძლებლობას სანაფეხზე წამოდგება,
ვერანაირ დაიმედებას და ვერანაირ ტყულში და ცრუ იმედებში ვერ ვაცხოვრებ და ვერ ვთქვი, რომ ივანიშვილი გამოსწორდება. არა. ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რაც შეიძლება სწრაფად. ახლა ზუგდიდში და ზუგდიდის მიმდებარე სოფლებში სამუშაო ადგილების დეფიციტი უნდა იყოს, მაგრამ მაშინ როცა ახლა ანაკლის სპორტს უნდა ქონდეს, არა პირველი გემი მიღებული 2020 წელს უნდა მიიღო. პირველი გემი უნდა მიიღო 2020 წელს ანაკლის სპორტს. 10000-ობით სამუშაო ადგილზე იყო საუბარი, დევნილების მათ შორის ჩართულობაზე იყო საუბარი. აქ სოციალურად დაუცველი კი არა, საერთოდ სიღარიბე არ იქნებოდა ზუგდიდში და სამეგრელოს ამხარეს. გამორიცხული 10000-ობით სამუშაო ადგილი იყო, ფიზიკურად საჭირო აუცილებელია სამეგრელოს შრომითი რესურსები არ ეყოფოდა, შრომის ბაზარი არ იქნებოდა საკმარისი სამეგრელოსში, რომ ანაკლის დატვირთვა ეთვისებინათ. რამხელა სიმდიდრე დარჩებოდა და მე რამდენჯერ იტყუებიან მე რამდენჯერ გამოვიდნენ თავიდან და ამბობენ რომ თუმცა თქვენს რომ ახლა უკვე მთავრობა ააშენებს ირაკლი ამ ანაკლის სპორტს და უახლოეს პერიოდში მოსახლეობაც ხელშესახებ შედეგს ნახავს ისევე როგორც გახდება ქვეყანა ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ასეთი იყო ქვრივიშვილის დაპირება. მეოთხე მოდელია და დაახლოებით რაც დავთვალე 150-ე დაპირება სხვადასხვა თარიღთან მიმართებაში. მეოთხე განსხვავებული მოდელი. ანუ პრობლემა მოდელებში კი არ არის რაღაც ეგრეთ წოდებული PPP მოდელი იქნება, ლენდლორდის მოდელი იქნება, ბოტის მოდელი იქნება თუ ასე შემდეგ. მოდელში და მართვის სტილში არ არის. პრობლემა არის ივანიშვილში, რომელსაც აქვს რუსული დავალება პუტინის რეჟიმის მხრიდან, რომ ანაკლის სპორტი არ აშენდეს. სხვა ახსნა არ არსებობს ფიზიკურად. 10 წელი გავიდა, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ მიზანმიმართულად გაწელეს პროცესი, მათ შორის ჩინელებთან მოლაპარაკებების პროცესს გულისხმობთ? მათ შორის ჩინელებთან პროცესი ვერ შედგა. არა. ხელოვნურად იწელება მაკა და რატომ? ამას რა ახსნა აქვს მაგალითად რო შევხედოთ. უნდა წარმოვიდგინოთ ის, რომ ჯერ არსებობდა დასავლური ინვესტორები, კონსორციუმი, ამერიკელები, ევროპელები, რომლებიც აშენებდნენ პორტს და ისინი გააგდეს აქედან. ანუ ექსპროპრიაცია გაუკეთეს 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ანუ ინვესტიცია წაართვეს. ანუ ნდობა დაკარგეს პროექტის მიმართ საერთოდ. ნდობა დაკარგეს ხელისუფლების მიმართ. სხვა რომელი ინვესტორი შემოვიდა და არავინ არ შემოვიდა. შემდეგ ჩინელები შემოყვანას სადეს. ჩინელებთანაც ვერ დაალაგეს ურთიერთობები, ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ. ცალკე ვერც ერთ კომპანია ვერ შემოიყვანეს და ახლა ამბობენ რომ თავად ააშენებენ და შემდეგ უკვე ბევრ კომპანიას შემოიყვანეს. როგორ შეიძლება ხელისუფლება, რომელმიც ერთ კომპანიასთან ვერ დაალაგა ურთიერთობა, ბევრ კომპანიასთან დაალაგოს? რომელმაც ერთ ჩინეთთან ვერ დაალაგა ურთიერთობა, როგორ შეიძლება ბევრ სახელმწიფოსთან ისინი ხო ახლა საუბრობენ სახელმწიფოზე როგორც მეიჯარეზე, ხო? ისინი საუბრობენ ლენდლორდის სისტემა რა ნიშნავს? ლენდ და ლორდ, ესე იგი მიწის მეპატრონე, მიწის ბატონი, მფლობელი. ეს არის ის ფორმულა, რომელსაც ახლა ივანიშვილი თავს და მიწის და ინფრასტრუქტურის მფლობელი იქნება სახელმწიფო, თუმცა სრულ ადმინისტრირებაში და მფლობელობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში მისცემს სხვა კომპანიებს და რატო უნდა შემოვიდეს ივანიშვილის სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ივანიშვილის პოლიტიკური დევნის პირობებში, რატო უნდა შემოვიდეს საერთოდ რომელიმე კომპანია? მე ამაზე პასუხი არ მაქვს და ვერც ვერავის ვერ ექნება. სამეგრელოში სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა, გადამწყვეტი მნიშვნელობის შესაძლებლობა არის ანაკლის სპორტის აშენება და აქ მყოფ მოქალაქეებს ვეუბნები, რომ ბოლომდე მიუყვებით ყველა იმ უკანონობას, ყველა იმ უსამართლობას, ჩაგვრას და დევნას, რაც ამ მოქალაქეებს აკეთებდა, მათ შორის მიწების წართმევით და დევნით სოციალურად დაუცველი სტატუსით, უკანონოდ და usამართლოდ მოხსნით და ასე შემდეგ და ის გულგრილობა, რაც იწირავს ყოველდღიურად ადამიანს. კი ბატონო, და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით ირაკლი ივანიშვილი ბევრჯერ ახსენეთ და სუსიც მათ შორის, დღეს ალბათ გაიგებდით, რომ თურმე 6 ივლისიდან მისი პირადი მცველი, ახლა უკვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნაცვლად სუსის შეფის მეხუთე მოადგილის თანამდებობას იკავებს, გულისხმობ მესამე თანამდებობას შეცვლილ ბოხუაშვილს. როგორ ფიქრობთ, რაზე მიუთითებს ამ კაცის აქეთ სხვადასხვა უწყებებში ტარება, იმაზე რომ მას გელაძეს ახლა მაკონტროლებელი ჰყავს ბოხუაშვილის სახით? ყველაფერზე მიუთითებს ესეთი დეპუტატი შარმანაშვილის განმარტება და განცხადება, რომელსაც ჟურნალისტი ჩაეკითხა, რომ გელაძეც რომ მისი არის? დიახ, უფრო სანდო კადრი ჭირდებოდა სულში და ამიტომ გადაიყვანა მისი პირადი მცველიო და შარმანაშვილის პასუხი იყო, რომ რა შუაშიაო, მანამდე ვინც იყო, ისიც ბიზნეს კაცი იყო,
ახლა ვინც არის ისიც ბიზნეს კაცი იქნება და მომავალში ვინცაც დავრიშავთ ისიც ბიზნესთვის სანდო და პერსონალურად მისი ადამიანი და მისი კადრი იქნებაო. აი ეს არის იმ სისტემის ილუსტრაცია და წარმოჩენა, რომელიც ივანიშვილმა ააშენა. ამიტომ ჩვენი პასუხი ნათელია. მათ რაღაცა ძალაუფლებრივ კინკლაობაში შესვლას აზრი არ აქვს. აი მთავარი ძალა არის ამ ხალხში, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არის გაბრაზებული, მათ შორის დამცირებული, იმიტომ რომ ხო ოჯახის წევრები დაკარგეს ამ ბრძოლაში უსამართლობასთან, სიღარიბესთან და უკანონობასთან ბრძოლაში, რაც ივანიშვილმა დაატეხა ქართულ ხალხს. მადლობა.